როგორც ჩანს, ნატოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ პუტინი მორიგ-ჯერზე მიმართავს პროვოკაციას და დაარღვევს ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს, მას შესაბამის პასუხს გასცემენ ადეკვატურს, ისეც როგორიც მე თუ მკითხავთ, მანამდეც უნდა გაეცათ. ანუ თუ მორიგ-ჯერზე შეფრინდებიან რუსული დრონები თუ ავიაგამანადგურებლები ნატოს საჰაერო სივრცეში, მათ ჩამოაგდებენ. ამაზე მიანიშნებს ბოლო საათების განმავლობაში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, სადაც აშკარად ტონი არის შეცვლილი ჩემი დაკვირვებით და ასევე მიანიშნებს, რაც პოლიტიკურ განცხადებებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რომელზეც ამ ვიდეოში მოგიყვებით. მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. ძალიან დიდი მადლობა, რომ თვალს მადევნებთ და აქვე თუ არ ხართ არხის გამომწერები, ახლავე შეგიძლიათ რომ ეს გააკეთოთ და აჭირეთ subscribe-ს. მონიშნეთ ჩართეთ ზარის ღილაკი, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ შემდეგ ჯერზე როდესაც ვიდეოებს განვათავსებ, მიიღოთ შეტყობინებები. დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონებათ და დატოვეთ რაც მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, რას ფიქრობთ აი ამ ახალ ესკალაციაზე, ამ ახალ სახიფათო თამაშზე, რომელიც ცალსახად პუტინმა წამოიწყო, რაც არ უნდა უარყოს და რაც არ უნდა თქვას, რომ თითქოს რაღაცა შემთხვევით გადაფრინდა დრონები რომელიღაც ქვეყანაში ან მის ავიაგამანადგურებლებს არ დაურღვევიათ ნატოს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე, ეს ძალიან აშკარად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ინტენსიურ ქმედებებთან რუსეთის მხრიდან, მიზანმიმართულ პროვოკაციებთან, თუ გნებავთ ამას დავარქვათ შეტევებით, პრინციპში ვერ იქნება ეს გადაჭარბებული ნათქვამი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მაგალითად პოლონეთის ამბავს გავიხსენებთ, რამდენიმე დღის წინ მომხდარს, იქ სხვადასხვა ცნობებით 19-დან 25-მდე რუსული შორსმოქმედი დრონი შეფრინდა. ამხელა მასშტაბურ შეტევაზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან მსუბუქი შეფასება იქნება, ამას დავარქვათ ინციდენტი, ეს არის აშკარად სამხედრო იერიში პირდაპირ მიტანილი ნატოს წევრ სახელმწიფოზე. კარგით, ამაზე პირველი რეაქციები ვიცით, არაერთხელ ვისაუბრე მეც წინა ვიდეოებში, რომ არ იყო მთლად ხისტი და მკაცრი დამოკიდებულება და შესაბამისი ტონი ნატოს წევრი სახელმწიფოების თუ ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან, ამას არ ქმევდნენ ინციდენტს, ამას არ ქმევდნენ აღმაშფოთებელ ფაქტებს, როგორც ხდებოდა ხოლმე და ამან ყველაფერმა განაპირობა ის, რომ პუტინს მადა უფრო გაეხსნა და აქ იმუშავა პრინციპმა, რომ სადამდეც გაუვა იქამდე გააგრძელებს ამგვარ ქმედებებს და თანდათან იზრდებოდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საჰაერო სივრცე დაირღვა, ხო? ანუ პოლონეთის გარდა ვიცით რუმინეთის შემთხვევა, ასევე სადაც დრონი შეფრინდა რუსული, ვიცით ასევე წინა ვიდეოში გიყვებოდით ლატვიასთან დაკავშირებით, სადაც სანაპირო ზოლზე იპოვეს ასევე რუსული გერბერას ტიპის დრონის ნარჩენები, ნამსხვრევები, რომელიც ზღვამ გამორიყა და ამას უკვე მოყვა უფრო დიდი ამბავი, უფრო დიდი გაგებით, რომ ამ შემთხვევაში უკვე დრონებზე კი არა, სამ ავიაგამანადგურებელზე საუბრობთ, რომელიც ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდა და იქ დაახლოებით 18 თუ 20 წუთი დაფრინავდნენ ეს ავიაგამანადგურებლები. აქ მე როგორც ხედავთ, გახსნილი მაქვს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ბევრ დეტალზე გვაძლევს წვდომას. აქ მონიშნული არის, როგორც ხედავთ, ესტონეთის საჰაერო სივრცეც, მონიშნული არის ასევე რუსული MiG-31-ების გადაადგილების ტრაექტორია, ეს წითელი ხაზი სწორედ ამას აღნიშნავს, რომელიც ცალსახად არის ამ იასამნისფერ მონიშნვის შიგნით, ანუ ესტონეთის საჰაერო სივრცეში. აქვე არის მოცემული ცნობა, თუ სად არის, სად გადის ნეიტრალური სივრცე, ნეიტრალური საჰაერო სივრცე, რაზეც აპელირებს რუსული მხარე და ამბობს, რომ მისი თვითმფრინავები არა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, არამედ ნეიტრალურ სივრცეში გადაადგილდებოდნენ და რაც მნიშვნელოვანია, აქ ყველაფერი არის დათარიღებული და კონკრეტული დროებით აღნიშნული. ხო, მე დროს შემეშალოთ 18 წუთის განმავლობაში, არა 12 წუთის განმავლობაში დაფრინავდა 3 MiG-31, რომლებსაც გათიშული ჰქონდათ მთელი რიგი საკომუნიკაციო სისტემები, ტრანსპონდერები, არ ჰქონდათ გავრცელებული გეგმის შესახებ ინფორმაცია, ფრენის გეგმის შესახებ და ეს ფრენა არ იყო ნებადართული. ამას ამბობს ცალსახად ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო და ამას ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს რუსეთი. მეტი რაღა უნდა გააკეთოს პრინციპში რუსეთმა, რომ ამ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, იყო ეს თავხედური ინციდენტები, რომლებიც დრონებს უკავშირდებოდა
დაკავშირდებოდა არაერთ ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში სულ და ახლა უკვე საუბრობთ 3 ავიაგამანადგურებელზე ესტონეთის საჰაერო სივრცეში, რომელიც 12 წუთის განმავლობაში დაფრინავდა. 12 წუთს ხას რატომ უსვამ, რომ ვინმე შეიძლება ეს პატარა დროდ მოეჩვენოს, თუმცა ამ ტიპის ბრჭყალებში ინციდენტებისთვის ეს არ არის პატარა დრო, ეს არის ძალიან დიდი დრო და აი ამ ხელა დარღვევაზე, კი არა, გაცილებით ნაკლებ დროში დარღვევასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების პრეცედენტები და არათუ სხვაგან თავად ნატოს ისტორიაში არსებობს ესეთი პრეცედენტი, როდესაც ნატოს წევრმა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში თურქეთზეა საუბარი, ჩამოაგდო სწორედ რუსული ავიაგამანადგურებელი Su-24-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო თურქეთმა, ეს ხდებოდა 2015 წელს და სხვათა შორის ეს მაგალითი სწორედ აი გასული 24 საათის განმავლობაში ესტონეთის მაგალითის კვალდაკვალ ბევრს გაახსენდა და ბევრმა აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება არსებობს. და მოდით მოვყვეთ რა მოხდა მაშინ, გახსნილი მაქვს აქ ეს ინფორმაცია BBC-ს ცნობა არის, ეს არის 2015 წლის მასალა, სადაც ჩანს ფოტო მასალაც, ჩანს აქ ვიდეო მასალაც არის უშუალოდ ჩამოგდების მომენტთან დაკავშირებით. ხო ну აი ეს კადრები არის და რაც მნიშვნელოვანი აქ არის საინტერესო მონახაზები და ინფორმაცია. დრო არ დაგვავიწყდეს რაც ვახსენე 12 წუთი. ამ შემთხვევაში თუ იცით რამდენი ხნის განმავლობაში გადალახა რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე. ნახეთ 17 წამის განმავლობაში დაფრინავდა თურქეთის საჰაერო სივრცეში, აი აქ არის მოცემული მარშრუტიც, ეს იყო საბრძოლო ფრენა სირიის ტერიტორიაზე, ასადის მხარდამჭერი რუსეთის მხრიდან მაგ შემთხვევაში, ასადის რეჟიმის და 17 წამის განმავლობაში აი ეს მონაკვეთი თურქეთის სირიის საზღვართან, თურქეთის სამხრეთ ნაწილში გადაჭრეს რუსულმა 2-მა Su-24-მა და აქ არის საინტერესო დეტალი ასევე რომ თურქულმა მხარემ აი ამ სახიფათო მანევრის დროს, მათი სივრცის დარღვევის დროს 10 ჯერ გააფრთხილა რუსული თვითმფრინავების პილოტები და მათგან არ იყო შესაბამისი ცვლილება, ანუ მოუწოდებდნენ გადაეხვიათ სხვა მიმართულებით, შეეცვალათ ფრენის ტრაექტორია, მაგრამ ეს არ გააკეთეს და როდესაც 10 ჯერ გააფრთხილეს, მე-11 ეს აღარ გააკეთეს და ჩამოაგდეს და 17 წამის დარღვევის გამო მოხდა ეს ყველაფერი და რა მოყვა ამ ამბავს. არც არაფერი, ხო, ნატოსა და რუსეთს შორის ომი არ დაწყებულა. პრინციპში თუ შევხედავთ თურქეთსა და რუსეთს შორისაც ბევრი დიდი არაფერი არ შეცვლილა. ანუ ეს იმის პასუხად რომ აი ახლა რომ რამე მოხდეს, თქვათ, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და ასე შემდეგ ესეთი ტიპის მსჯელობების საპასუხოდ. გადასარევად დღესაც ვაჭრობენ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან. უბრალოდ აქ იყო რა, აქ იყო პრინციპული საკითხი თურქეთის მხრიდან, რომ მათი საჰაერო სივრცე დაირღვა და ამის უფლებას არ მისცემდნენ და მსგავს პრეცედენტს არ დაუშვებდნენ. და ეს გააკეთეს 17 წამის გამო, რასაც სხვათა შორის შეეწირა ამ თვითმფრინავის პილოტიც. ანუ მსხვერპლიც იყო მარტო სამხედრო გამანადგურებლის დანაკარგთან არ გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. აქედან გამომდინარე, ახლა შეგვიძლია პარალელი გავაკეთოთ. ხო, ну, მასშტაბი ცვლილება გასაგები არის, სად 12 წუთის განმავლობაში 3 გამანადგურებლის ფრენა და სად 17 წამის განმავლობაში დარღვეული საჰაერო სივრცე, ხო? პრეცედენტი ორივე შემთხვევაში ნატოს უკავშირდება და ხო, დრო განსხვავებულია, კონტექსტიც განსხვავებულია, თუმცა პრინციპი არ იცვლება ამ შემთხვევაში. თუ არსებობს მიდგომა, რომ დარღვევის შემთხვევაში უნდა მიიღოს ქვეყანამ ზომები თავის საჰაერო სივრცის და ამ შემთხვევაში უკვე ალიანსზე არის საუბარი. თან ეს ყველაფერი ხდება მრავალჯერადი და ბოლო 2 კვირის განმავლობაში გვაქვს განმეორებით შემთხვევები ასეთი ბრჭყალებში ინციდენტების. მყისიერი გადაწყვეტილება მოკლედ რომ თქვათ არ ყოფილა, თუმცა ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიმართეს ამ შემთხვევაში ნატოს წესდების მეოთხე მუხლის გამოყენებას, რაც გულისხმობს სასწრაფოდ კონსულტაციების გამართვას, მოლაპარაკებების დაწყებას ერთმანეთთან, შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით და შემდეგი ნაბიჯები გამოიყურება სწორედ ასე, როგორცაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ. ეს არის ბრიტანული ავიაგამანადგურებელი ტაიფუნის ფოტო და აქ არის BBC-ს ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავები ჩაერთნენ ნატოს
საჰაერო თავდაცვის მისიაში პოლონეთის ტერიტორიაზე. გადავიდეთ ამ სტატიაზე და ვნახოთ უფრო კონკრეტულად რაზე არის საუბარი, ხო, აქ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს საჰაერო მისია, საჰაერო თავდაცვის მისია სწორედ უკავშირდება პოლონეთის საჰაერო სივრცის დაღუპვას რუსული დრონების მიერ, 19 დრონის მიერ, როგორც აქ წერია და აქვე არის საინტერესო ციტატა მოყვანილი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, რომელიც ასეთ რამეს ამბობს, რომ ამ თვითმფრინავების გაგზავნა არის მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ნატოს საჰაერო სივრცე იქნება დაცული. აი ეს უკვე არის მკაფიო განცხადება და შესაბამისი დადასტურება ქმედებით. აი ამ თვითმფრინავებით, რომელიც პოლონეთში პატრულირებენ და ეკუთვნის ბრიტანეთს და აი ამ მისიაში ბრიტანეთის გარდა არიან ჩართული სხვა ქვეყნებიც. და აქვე უნდა ვახსენო კიდევ ერთი, როდესაც მე თავშიც ვამბობდი, რომ პოლიტიკური განცხადებების ტონი არის შეცვლილი, პირველ რიგში ვგულისხმობდი ამ ძალიან მაგარი ადამიანის პეტრ პაველის ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე მკაფიოდ თქვა ის, რაც მანამდეც უნდა ეთქვათ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს ამ ინციდენტებთან, ბრჭყალებში ინციდენტებთან დაკავშირებით. ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ რუსული თვითმფრინავები ან სხვა ტიპის საჰაერო სამიზნეები დაარღვევენ ნატოს საჰაერო სივრცეს, ისინი უნდა ჩამოაგდონ. აი ეს არის მოკლე შინაარსი ამ განცხადების, რომელიც აქ არის ციტატით მოცემული და ამის პირდაპირ თარგმანსაც შეგვიძლია რომ მიუყვეთ პრინციპში, ხო, აქ არის ნათქვამი ასევე, რომ ეს განცხადება მან გააკეთა ჩეხეთის ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში და აქ ასეთ რამეს ამბობს პეტრ პაველი, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად გაიგებს რომ მან შეცდომა დაუშვა აი ამ სახიფათო ზღვარის გადაკვეთით სამწუხაროდ პეტრ პაველი ასეთ რამეს ამბობს, რომ სამწუხაროდ ეს არის ბალანსის დაცვა კონფლიქტის ზღვარზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია რომ უკან დავიხიოთ ბოროტების წინაშე, ასეთ რამეს ამბობს. რუსეთი მოიქცევა ისე როგორც ჩვენ მას ნებას მივცემთ. ანუ ქართულ რეალობაში ჩვენი პოპულარული ენით რომ გადმოვთარგმნოთ ეს ამბავი, ამის შესატყვისი არის სწორედ ეს ფრაზა, ალბათ რომ იმდენს გააკეთებს პუტინი, რამდენიც გაუვა. სწორედ ამას ამბობს ჩეხეთის პრეზიდენტი, რაც არის არაჩვეულებრივი განცხადება, ყველაზე ზუსტი, ეს კაცი სამხედროა, ეს კაცი არის გენერალი და მათ შორის ყველა ჯერზე, როდესაც საქმე ეხება უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და მსჯელობას, პეტრ პაველს ყოველთვის აქვს ხოლმე ძალიან მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო არის რუსეთისთვის საკადრისი პასუხისგაცემა, საჭირო არის უკრაინის შეიარაღება, საჭირო არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ მან აღარ გაანაგრძოს და აღარ განავრცოს უფრო მეტად მისი აგრესიული ნაბიჯები და ამ შემთხვევაშიც ეს იგულისხმება. თუ მას მიუშვებ, ის აუცილებლად უფრო მეც გააკეთებს. მიუშვეს პოლონეთში, მიუშვეს რუმინეთში, როდესაც რუსულმა დრონმა დაარღვია რუმინეთის საჰაერო სივრცე და გადააცილეს უკან, გააცილეს ავიაგამანადგურებლებმა ისევ უკრაინის ტერიტორიაზე და აგერ შედეგმაც არ დააყოვნა და ამ შემთხვევაში ესტონეთში უკვე 3 ავიაგამანადგურებელი შეფრინდა. შესაბამისად, პასუხი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ეს გააკეთა ერდოღანმა თავის დროზე 2015 წელს და ჩამოაგდო 17 წამის დარღვევის გამო სუ 24. ნახოთ ამ შემთხვევაში როგორი იქნება მოქმედებები თუ კიდევ გაგრძელდება. ვნახოთ საკმარისი აღმოჩნდება თუ არა ეს პოლიტიკური გზავნილი და სამხედრო ნაბიჯები საჰაერო სივრცის დაცვის სხვა ლეველზე აყვანის თვალსაზრისით ნატოს მხრიდან და ვნახოთ მორიგჯერზე რა მოხდება. კიდევ გარისკავს თუ არა პუტინი და წავა ამ ტიპის პროვოკაციაზე, თუ შეწყვეტს აი ამ ქმედებებს, თუ გარისკავს საინტერესოა, ხო, ეს არის რაღაცა ტესტი. თავის მხრივ პუტინი ცდილობს რომ ნახოს სადამდე მიდის მოთმინების ზღვარი ნატოსთვის, რა ტიპის რეაგირებისთვის არიან ისინი მზად და ამ შემთხვევაში ნატოს წევრები ცდილობენ მაქსიმალურად თავშეკავებით
იმოქმედონ, ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს ჩანდა, რაც ბევრის აზრით იყო სუსტი რეაქცია. ნახოთ ამჯერად შეცვლიან თუ არა ისინი ტაქტიკას. აქვე კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ეხება ნატოს რეაგირებას. მე ძალიან მენიშნა ის ამბავი, რომ სწორედ აი ამ ამბების კვალდაკვალ ნატომ ძალიან გაააქტიურა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხაზს უსვავს მის მზადყოფნას. ესეთი დეტალებიც მნიშვნელოვანი არის ხოლმე ჩემი დაკვირვებით. აი ეს ვიდეო მაგალითად ეს ინფორმაცია, რომელიც ნატოს ამ შემთხვევაში პლატფორმა X-ზე ნატოს გვერდზე არის გავრცელებული, 15 საათის წინ დადებული პოსტი არის, სადაც წერია, რომ 24/7-ზე მოკავშირეები მზად არიან იმისთვის, რომ შეასრულონ თავისი ფუნქცია საჰაერო უსაფრთხოებისთვის და აქვე მოცემული არის ესეთი საიმიჯო კლიპი, სადაც ჩანს ავიაგამანადგურებლების მოქმედება, სადაც ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა, აქვე დატანილი არის ინფორმაცია, რა შემთხვევაში როგორ რეაგირებენ ისინი დარღვევებთან დაკავშირებით, ხო და ნუ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საზოგადოებას გაუგზავნონ მკაფიო სიგნალი, რომ ნატოში არ ძინავთ, ისინი მზად არიან, აქვთ შესაძლებლობები ტექნიკური თვალსაზრისით თუ სხვა ტიპის შესაძლებლობები იმისთვის, რომ 24/7-ზე სწრაფად მოახდინონ რეაგირება საფრთხეებთან დაკავშირებით. აი ამის დემონსტრირებას ემსახურება ეს ყველაფერი. ვნახოთ აბა როგორი იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები. ცალსახაა რომ მათმა არ ვიცი როგორ თქვა შესაძლოა ვინმესთვის ესე ჩანდეს მათმა სტრატეგიულმა მოთმინებამ ეს ტერმინი ხო პოპულარულია ჩვენ რეალობაში მათმა სტრატეგიულმა მოთმინებამ ვერ გაამართლა პირველ ეტაპზე შეშფოთებამ ვერ გაამართლა რუსეთმა განაგრძო ეს პროვოკაციული ნაბიჯები დაარღვია ერთი მეორე მესამე სახელმწიფოს ახლა უკვე მეოთხე სახელმწიფოს უშუალოდ ავიაგამანადგურებლების მეშვეობით საჰაერო სივრცე და ამას ყველაფერს სჭირდება მკაფიო პასუხი. ბოლოს რა მინდა ვთქვა, ნუ მოკლედ, როდესაც აი ამ ამბებს ვეცნობით და უყურებთ, მთელი მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ რა მოხდება ნატოს მხრიდან რეაგირების შემთხვევაში. რა მოხდება თუ ისინი პროვოკაციას აყვებიან ამ შემთხვევაში პუტინის მხრიდან წამოწყებულს და ჩამოაგდებენ მათ თვითმფრინავებს თუ დრონებს და ხომ არ გადაიზრდება ეს ყველაფერი უფრო დიდ კონფლიქტში და ხომ არ მისცემს ეს ყველაფერი უფრო ბიძგს რუსეთს რომ განავრცოს მისი აგრესია ხო და რა ვიცი ხომ არ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და ასე შემდეგ რაც ძალიან ხშირად საუბრობენ ხო ჩემი აზრით აქ ძალიან მარტივი მოცემულობა არის. თუ შენ ამბობ, რომ ხარ ყველაზე ძლიერი სამხედრო გაერთიანება პლანეტაზე, თუ შენ ამბობ, რომ ფლობ ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს და გაგაჩნია ძლიერი ალიანსი და კოორდინაცია, როდესაც ასე თავხედურად იქცევიან შენ საჰაერო სივრცეში, შენ ამაზე პასუხი უნდა გასცე. ეს ერთი და მეორე კიდევ რაც ეხება რუსეთის ბრჭყალებში პროვოცირებას, ამაზე ძალიან მარტივი რამის თქმა მინდა, რომ თუ პუტინს უნდა, მას არ ჭირდება მიზეზების მიცემა. მეტეს აქ ლეგიტიმურ მიზეზებზე ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც არღვევენ საჰაერო სივრცეს და თავდაცვის რეჟიმში, რომელიმე სახელმწიფომ ლოგიკურია, რომ საჰაერო სამიზნეები გაანადგუროს. პუტინს არ ჭირდება მიზეზის მიცემა, თუ მას აგრესია უნდა და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთ შემთხვევაში. ჩვენ ქვეყანაშიც და ეს გამოჩნდა უკრაინის შემთხვევაში და ჩანს უკვე 3 წელიწად ნახევარზე მეტია. თუ რუსეთს უნდა რომ გადადგას დამატებით კიდე პროვოკაციული ნაბიჯები, თუ მას სურს და რეალურად გეგმაში აქვს ის რომ შემდეგი სამიზნე იყოს ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნები და დაიწყოს სამხედრო აგრესია, ამ შემთხვევაში მას უბრალოდ რა ვიცი, გამოაცხადებს მობილიზებას, გამოიძახებს არმიაში დამატებით, რა ვიცი, 1 მილიონ სამხედროს და დაიწყებს ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას პირობითად, რა ვიცი, ესტონეთის ტერიტორიაზე. ეს იქნება და ეს. ანუ ის რომ ნატომ თავისი პოზიცია დაიცვას ამ შემთხვევაში და აჩვენოს რომ რეალურად ძალა არის. ჩემი აზრით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ეს არ უნდა განვიხილოთ მაგ ჭრილში, რომ ეს იქნება რაღაცა პროვოკაცია, რასაც წამოეგო და ეს იქნება გაუმართლებელი რისკი ამ შემთხვევაში ნატოს მხრიდან. ამ მოსაზრებაში მე, რა ვიცი, აშკარად
ვერ დავეთანხმები იმ ხალხს, ვინც ასე ფიქრობს. ეს ხო და ეს პრინციპში რაც მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით მეთქვა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და ველოდოთ მოვლენების განვითარებას. აქვე დავაანონსებ, რომ შემდეგი ეპიზოდი უკვე იქნება უშუალოდ უკრაინაში ფრონტის ხაზთან დაკავშირებით. რა ხდება იქ, რა ცვლილებებია, საინტერესო მოვლენები ვითარდება ფრონტის ხაზზეც, ასე რომ დაელოდეთ მალევე დავდებ შემდეგ ეპიზოდს. ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით, აქ კიდევ ერთხელ წარვადგენ და დავაანონსებ ჩვენს ახალ პროექტს, რომელიც მე დავიწყე ჩემს კარგ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, რატი მუჯირთან, გიორგი ცხვიტავასთან, თამარ ნუცუბიძესთან ერთად. ამ პროექტს ქვია ბოლო სიტყვა და მისი მიზანია, რომ კვირაში ერთხელ შევიკრიბოთ ხოლმე და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ვთქვათ, ვიმსჯელოთ, გავაკეთოთ შეფასებები, გავშალოთ ეს ინფორმაციები, გავშალოთ მსჯელობა და შემოგთავაზოთ ეს მრავალმხრივი მიმოხილვა ყველაზე აქტუალური საკითხების, ასე ვთქვათ, ამ თემებზე ჩვენ ვთქვათ, ჩვენი ბოლო სიტყვა, ასე ამიტომაც ქვია ამ პროექტს ბოლო სიტყვა, ჩვენი შეფასებები შემოგთავაზოთ და ძალიან საინტერესო ამბავი ის არის, რომ სიახლე გვაქვს ამ ახალ პროექტშიც და დაგვემატება მეხუთე წევრი. ძალიან საინტერესო და მხოლოდ არ იქნება თბილისი, ბრიუსელი, ამ შემთხვევაში იქნება თბილისი, ბრიუსელი, ვაშინგტონი და ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ პროცესები, როგორც ჩანს საქართველოსდან, როგორც ჩანს ევროპიდან და როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოკლედ ძალიან საინტერესო განხილვები გელით ბოლო სიტყვის YouTube არხიც გამოიწერეთ, თუ ჯერ არ გამოგიწერიათ და თუ ჯერ არ იცოდით ამ პროექტთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის.